იგავი, რომელსაც მე თქვენ მოგახსენებთ ახლა, ეს არის სამიზნე. ძალიან საინტერესო იგავია, ჩემი აზრით. და მასში ჩვენ გვიყვებიან ერთ ახალგაზრდა კაცზე, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სრულყოფილებისთვის მიეღწია შვილდოსნობაში. ადრეული ასაკიდან დაიწყო ვარჯიში, მერე მასწავლებლებთან იარა, ზოგმა ასწავლა, როგორ უნდა მოეზიდა მშვილდი იდეალურად, ზოგმა ასწავლა, როგორ უნდა გაეთვალისწინებინა გარეშე ფაქტორები, მაგალითად, ქარის მოძრაობა და ასე შემდეგ, ზოგმა ეს ასწავლა, ზოგმა ის, მაგრამ ვერასდროს ვერავინ ვერ ასწავლა ის, რომ ყოველთვის 10-იანში მოერტყეს ის არის. დადის და ეძებს ამ მასწავლებელს. ერთ ჩვენერ დღეს ტყეს მიადგა და დაინახა, რომ აგერ ტყის პირას ხე არის, ხეზე არის გამოსახული სამიზნე და ის არის მოხვედრილი პირდაპირ ცენტრში. და დაინტერესდა ესა. წავიდა იქით და დაინახა რამდენიმე მეტრში სხვა ხე, მასზეც ეს გამოსახულია სამიზნე და ის არის პირდაპირ 10-იანში მოხვედრილი. ასეთი დაინახა 10-ობით ხე და იფიქრა, რომ გონი მივაგენი ამ ჩემ მასწავლებელს. ადამიანს, რომელიც აბსოლუტურ შედეგს აღწევს და მეც მასწავლისო. გაიხედა, გამოიხედა, არავინ არ არის, ვიღაც პატარა გოგონა დაინახა 11-12 წლის, თხოვნია. მივიდა და ეკითხება, სად ცხოვრობს აქ შვილდოსნობის მასწავლებელი? აი ასეთი რაღაცა დაუჯერებელი შედეგები რო ჰქონია. ესო, ამანუცხა გოგონა, ამას მე ვაკეთებო. ახლა იმედგაცრუებასაც საზღვარი აქვს, მაგრამ ამას არ ქონდა საზღვარი. წარმოუდგენელია, კაცო, მე ვისაც მთელი ცხოვრება ვეძებ, შენ ვერ იქნები ის მასწავლებელია. დაუჯერებელია. გოგონას გაეღება და უცხა, რა არის აქ დაუჯერებელი? ესვრი ის არს ხეს, მერე მიხვალ და შემოხაზავ ამ სამიზნეს. რა მარტივად გველაპარაკება ეს იგავი იმაზე, რომ ხანდახან ჩვენ ვეძებთ ხოლმე პრობლემის რთულ გადაწყვეტას და არსებობს ძალიან მარტივი, რომელსაც უბრალოდ უნდა მიაგნო ღიმილით, მარტივად და თავისუფლად.